ბიბლია სავსეა ქალების ისტორიებით, რომლებიც სავსეა ღრმა მნიშვნელობით, გამბედაობით, რწმენით და მოულოდნელი შემოbrunებებით. ისინი ხშირად ხდებიან მთავარი ფიგურები ღვთის გეგმების შესრულების საქმეში. რატომ არის მათი ისტორიები მნიშვნელოვანი? ისინი ქალებს მრავალფეროვან როლებში ასახავენ: წინასწარმეტყველები, ლიდერები, მხსნელები, ერთგული მიმდევრები, ბრძენიდი ასახლისები და თეოლოგები. მათი ისტორიები ხშირად ეწინააღმდეგება მათი დროის სტერეოტიპებს და ხაზს უსვამენ, რომ რწმენა, გამბედაობა და როლი ღვთის გეგმაში არ განისაზღვრება გენდერით. ღმერთი მოქმედებდა მათი ცხოვრებით და მათი სახელები წმინდა წერილში შემონახულია, როგორც მაგალითი და შთაგონება ყველასთვის. აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, რომელთა ცოდნა ნამდვილად ღირს. სარა აბრაამის ცოლი იყო. მისი ისტორია აღთქმის ხანგრძლივი ლოდინის ისტორიაა. სიბერისა და უნაყოფობის მიუხედავად ის ისაკის დედა გახდა, რომლისგანაც მთელი ისრაელის ერი წარმოიშვა. სარას ისტორია უბრალოდ მშობიარობის ისტორიაზე მეტია, ეს არის ქალის მოგზაურობა, რომელიც სწავლობს ღმერთის ნდობას, როდესაც ბუნების ყველა კანონი უარყოფს. სარა არაჩვეულებრივი სილამაზისა და დიდებული ღირსების ქალი იყო. ქმართან, აბრაამთან ერთად, მან დატოვა ქალდეველთა ურის ნაცნობი კომფორტი, რათა ღვთისმოწოდებას გაჰყოლოდა უცნობში. თუმცა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მის ცხოვრებას ჩუმიტკივილი უნაყოფობა ახასიათებდა. ძველად უნაყოფობა არა მხოლოდ პირად ტრაგედიად, არამედ ღრმა სოციალურ სირცხვილად ითვლებოდა. ღვთის დაპირება, რომ აბრაამი მრავალი ერის მამად ექცია, სარასთვის შეუსრულებელ ოცნებად ეჩვენებოდა. მან იმდენ ხანს დაელოდა, რომ იმედი მწარე ირონიად გადაიქცა. როდესაც მან ჯერ არ დაბადებული შვილის შესახებ შეიტყოს, საკუთარ თავზე გაეცინა დაღლილი გულის სიცილი, რომელსაც ეშინოდა ხელახლა რწმენის და იმედგაცრუების. სარას ისტორია გვასწავლის, რომ ღვთის ერთგულება ყველა გარემოებას აღემატება. როდესაც სხეული ან გონება აცხადებს, რომ დრო გავიდა, ღმერთს მაინც აქვს თავისი აღსრულების დრო. რწმენის სისუსტეც კი არ არის გზის დასასრული. სარა შეცდა, როდესაც მან სცადა საქმეების დაჩქარება მსახური აგარის დახმარებით და ეჭვი შეიტანა, მაგრამ ღმერთმა არ წაართვა თავისი წყალობა. ებრაელთა 11 გვეუბნება, რომ რწმენით თავად სარა მიიღო ძალა დაორსულებისთვის, რადგან მან იცოდა, რომ ის, ვინც აღუთქვა, ერთგული იყო. საბოლოოდ ურწმუნოების სიცილი ჭეშმარიტი სიხარულის სიცილად გადაიქცა. სარამ თავის ვაჟს ისაკი დაარქვა, რაც ნიშნავს სიცილს, რადგან ღმერთმა მისი სკეპტიციზმის წლების სიცოცხლის ზეიმად აქცია. 90 წლის ასაკში მთელი ერის დედა გახდა, სარამ დაამტკიცა, რომ ლოდინი დროის ფუჭად კარგვა არ არის, არამედ სულის ღრმა ჩამოყალიბების პერიოდია. მისი მემკვიდრეობა გვახსენებს, რომ მაშინაც კი, თუ დაპირება გადაიდო, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი დავიწყებულია. ამ ქალის ცხოვრება გვასწავლის მოთმინებას და რწმენას, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს იმ მომენტში, როდესაც ადამიანური სტანდარტებით იმედი თითქმის გაქრა. სარას ხანგრძლივი მოგზაურობის ყოველი წუთი მნიშვნელოვანი გახდა იმ მომენტში, როდესაც მან საბოლოოდ აიყვანა თავისი ვაჟი ხელში. რებეკა, ისააკის ცოლი. რებეკას ისტორია ავლენს ქალს, რომელიც მტკიცეა, ღვთის ხმის მიმართ მგრძნობიარე და მზადაა მთელი ხალხის ბედზე პასუხისმგებლობა აიღოს. მისი მოგზაურობა დაიწყო სტუმართმოყვარეობისა და გულმოდგინების შესანიშნავი გამოვლენით ჭასთან, როდესაც მან არა მხოლოდ დაღლილ მოგზაურს წყალი დაალევინა, არამედ ნებაყოფლობით შესთავაზა მისი ყველა აქლემის დალევა. სწორედ ამ მზადყოფნაში დაინახა აბრაამის მაცნემ თავისი ლოცვის პასუხი. როდესაც რებეკას სთხოვეს სახლი დაეტოვებინა, რათა ისაკზე დაქორწინებულიყო, კაცზე, რომელიც არასდროს შეხვედრია, მან ყოყმანის გარეშე უპასუხა: წავალ. ამ გადაწყვეტილებას უდიდესი გამბედაობა და რწმენა სჭირდებოდა, რადგან ის უცნობ მოგზაურობას იწყებდა, უფრო მაღალი მოწოდების იმედით. მრავალი წლის განმავლობაში რებეკა უნაყოფო დარჩა, მაგრამ ისააკის მხურვალე ლოცვის შემდეგ ღმერთმა მას ტყუპები აჩუქა. ორსულობის დროსაც კი მან უჩვეულო ბრძოლა იგრძნო საკუთარ თავში და უფალს მიმართა, ეჭვქვეშ დააყენა ის, რაც ხდებოდა. შემდეგ მან მიიღო გამოცხადება, რომელიც გადამწყვეტი გახდა ისრაელის მთელი ისტორიისთვის, უფროსი უმცროსს მოემსახურება. ეს წინასწარმეტყველება ღრმად ჩაიბეჭდა მის გულში და როდესაც კურთხევის გადამწყვეტი მომენტი დადგა, რებეკა იცოდა, რომ უნდა ემოქმედა. სანამ ისააკი, მოხუცი და თითქმის ბრმა, თავისი უფროსი ვაჟის ესავის კურთხევას აპირებდა, რებეკამ უმცროს იაკობს დაავალა, მიეღო აღთქმის მემკვიდრეობა. ბევრი მის ქმედებებს მოტყუებად მიიჩნევს, მაგრამ ბიბლიური თხრობის კონტექსტში ეს სულიერი პრიორიტეტებისთვის ბრძოლა იყო. რებეკამ დაინახა, რომ ესავი უბულებელყოფდა თავის პირმშოობას და სულიერ მემკვიდრეობას, იაკობი კი აფასებდა მას.
მან უზარმაზარი რისკები აიღო და შედეგების სიმძიმე იკისრა, რათა უზრუნველყოს, რომ ღვთის გეგმა ისრაელის ხალხისთვის არ ჩაშლილიყო. რებეკას ისტორია გვასწავლის, რომ რწმენა ზოგჯერ აქტიურ ჩარევას და გამჭრიახობას მოითხოვს. ის გვახსენებს, რომ ღმერთი ხშირად იყენებს ადამიანის ინიციატივას და გამბედაობას თავისი დიდი მიზნების შესასრულებლად. რებეკა არა მხოლოდ პატრიარქის ცოლი იყო, არამედ ხსნის ისტორიის აქტიური მონაწილე, რომლის მონდომებამაც ხელი შეუწყო მომავალი თაობებისთვის კურთხევის ხაზის შენარჩუნებას. რახელი და ლეა ორი და იყვნენ, იაკობის ცოლები. მათი რთული ისტორია მეტოქეობის, სიყვარულისა და შვილების გაჩენის შესახებ ისრაელის 12 ტომის წარმოშობის საფუძველი გახდა. რახელისა და ლეას ისტორია ორიდის ღრმად ადამიანური და შემაძრწუნებელი ქრონიკა, რომელთა ბედი იაკობთან რთულ კავშირში განუყოფლად გადაიხლარდა. მათი ცხოვრება ჩუმ მეტოქეობაში გადაიზარდა, თითოეული ეძებდა იმას, რაც აკლდა. ლეა უსიყვარულო, მაგრამ ნაყოფიერი, ქმრის აღიარებას ნატრობდა, ხოლო რახელი, რომელსაც იაკობი აღმერთებდა, წლების განმავლობაში უნაყოფობისგან იტანჯებოდა. ლეა პირველი გახდა დედა და მისი ვაჟების სახელები იმედს აჩენს, რომ მისი ქმარი საბოლოოდ შეიყვარებდა მას მისი ერთგულებისა და თავდადების ხილვის შემდეგ. ამავდროულად რახელმა, რომლის სილამაზეც ოდესღაც იაკობს ერთი შეხედვით მოხიბლავდა, ღრმა შინაგანი დრამა განიცადა, როდესაც დის მზარდ ოჯახს უყურებდა და დედობაში უარყოფილად გრძნობდა თავს. ეს ისტორია გვასწავლის, რომ ადამიანური ტანჯვა და შეცდომებიც კი ხელს არ უშლის ღმერთს რაღაც დიდის შექმნაში. ლეას უარყოფის ტკივილისა და რახელის მოლოდინის ცრემლების მეშვეობით დაიბადა ისრაელის 12 ტომი. ღმერთმა დაინახა ლეას თავმდაბლობა და ანუგეშა იგი, აჩუქაშვილები, რომლებიც ერის საფუძველი გახდნენ. ამავდროულად მან გაიხსენა რახელი, რომლის ხანგრძლივი მოთმინება საბოლოოდ დაჯილდოვდა იოსებისა და ბენიამინის დაბადებით. რახელს ტრადიციულად პატივს სცემენ, როგორც ტანჯულ დედას, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო მსხვერპლით, ის მშობიარობის დროს გარდაიცვალა და საუკუნეების განმავლობაში დარჩა მემკვიდრეობა. მისი გამოსახულება დედობრივი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა, თანამგრძნობი შვილების მიმართ ამ მიწიერი ცხოვრების შემდეგაც კი. დების ცხოვრება გვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი გზა და საკუთარი განსაცდელები, მაგრამ არც ერთი არ არის ამაო შემოქმედის წინაშე. ლეა გვასწავლის ღირსებას იმ სიტუაციებში, როდესაც ჩვენ ისე არ ვართ დაფასებულნი, როგორც გსურს, ხოლო რახელი ერთგულის სიყვარულის მაგალითია შეუსრულებელი მოლოდინების სიმძიმის მიუხედავად. ერთად ისინი გახდნენ ორნი, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი, როგორც მათ წმინდა წერილი აღწერს. მათი საერთო ისტორია იმის დასტურია, თუ როგორ შეუძლია ღმერთს გამოიყენოს ყველაზე რთული ოჯახური გარემოებები და პირადი დრამებიც კი დიდი ხსნის ისტორიის ქსოვილის შესაქმნელად, რომელშიც ყოველი ცრემლი და ყოველი ამოსუნთქვა მნიშვნელოვანია. ხანა წინასწარმეტყველს სამუელის დედა იყო. დიდი ხნის განმავლობაში უნაყოფო, ის გულმხურვალედ ლოცულობდა და აღუთქვა, რომ თავის შვილს ღმერთს მიუძღვნიდა. ხანას ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი მოწმობაა პირადი ლოცვის ძალისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ღრმა სინანულს ისტორიის მიმდინარეობის შეცვლა. მის ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში უნაყოფობა აწუხებდა, რასაც გარშემომყოფები არა მხოლოდ პირად მწუხარებად, არამედ მეტოქის მხრიდან დაციმის წყაროდაც აღიქვამდნენ. ტაძარში მისი ყოველწლიური მომლოცველობა მისთვის განსაცდელად იქცა, რადგან დღესასწაულის სიხარულის ნაცვლად, მხოლოდ ღრმა სიცარიელეს გრძნობდა. თუმცა ხანა არ ჩაკეტილა წყენაში და არც გამწარებულა. ერთ ასეთ დღეს ის კარვის კართან მივიდა და სული ღვთის წინაშე ისეთი გულმხურვალე და ჩუმი ლოცვით გადმოღვარა, რომ მღვდელმა ელიმის ნასვამ მდგომარეობაში ჩააგდო. ასეთი უდიდესი გულწრფელობით ხანამ აღუთქვა, თუ უფალი მას ვაჟს აჩუქებდა, ის მას მის მსახურებას მიუძღვნიდა მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ეს ლოცვა არ იყო პირადი პრესტიჟისთვის ან სიბერის კომფორტისთვის, არამედ უმაღლესი მიზნისთვის. როდესაც ღმერთმა უპასუხა მას და სამუელი დაიბადა, ხანამ განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა თავისი სიტყვის მიმართ. როგორც კი ბავშვი გაიზარდა, მან საკუთარი ხელით მიიყვანა ტაძარში, რათა იქ მსახურებისთვის დაეტოვებინა. მისი საქციელი გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი რწმენა არა მხოლოდ თხოვნას, არამედ მსხვერპლად გაცემასაც გულისხმობს, რაც ყველაზე ძვირფასია, შვილების მომავლის ღმერთს ანდოს. ხანას სიმღერა, რომელიც სამუელის მეორე წიგნშია ჩაწერილი, ბიბლიური პოეზიისა და წინასწარმეტყველური შთაგონების შესანიშნავ ნიმუშად იქცა. ამ სტრიქონებში ის ადიდებს ღმერთს მტრიდან ღარიბების აღსადგენად და თავისი მეფისთვის ძალის მიცემისთვის. მისი სიტყვები მრავალ ჭეშმარიტებას უწინასწარმეტყველებდა, რომლებსაც ღვთისმშობელი საუკუნეების შემდეგ თავის ლოცვაში გაიმეორებდა. ხანას ისტორია გვახსენებს, რომ ღმერთი ისმენს გატეხილი გულის ჩურჩულს და რომ მის სამსხვერპლოზე შეწირული პირადი ტანჯვიდან შეიძლება მთელი ერის კურთხევა დაიბადოს.
ამ ქალის ერთგულებისა და სიმტკიცის წყალობით ისრაელმა მიიღო დიდი წინასწარმეტყველი სამუელი, რომელიც პირველი მეფეების სულიერი მოძღვარი გახდა. მირიამი მოსესა და აარონის წინასწარმეტყველის და იყო. მან გადაარჩინა ჩვილი მოსე და ზღვის გადაკვეთის შემდეგ ქალების სიხარულის ტრიბუნალი წამოიწყო. მირიამის ისტორია ქალის ისტორიაა, რომლის რწმენა და სიფხიზლე მთელი ხალხის ხსნის საფუძველი იყო. მისი როლი ისრაელის ისტორიაში ბავშვობიდანვე დაიწყო, როდესაც მან სიბრძნე და გამბედაობა გამოავლინა, რომელიც თავის ასაკს აღემატებოდა. როდესაც მისმა დედამ ჩვილი მოსე ნილოსის ლერწმებში კალათაში ჩასვა, სწორედ მირიამი იდგა მოშორებით, რათა თავისი ძმა დაეცვა. მისმა მარაგიობამ არა მხოლოდ მომავალი წინასწარმეტყველი სიცოცხლე გადაარჩინა, არამედ უზრუნველყო, რომ მას საკუთარი დედა ეგვიპტის სასახლის კედლებში ზრდიდა. პატარა გოგონას ეს საქციელი გამოსვლის დიდი მოვლენების ჯაჭვის პირველი რგოლი გახდა, რაც აჩვენებს, რომ ყველაზე მოკრძალებულ მსახურებასაც კი შეიძლება მარადიული შედეგები მოჰყვეს. მირიამი ბიბლიურ ისტორიაში შევიდა, როგორც წინასწარმეტყველი, რომელიც ისრაელის ქალების სულიერი საყრდენი გახდა მათი მოგზაურობის ყველაზე რთულ მომენტებში. მისი რწმენა ზენიტს წითელი ზღვის სანაპიროზე მიაღწია, როდესაც გაყოფილი წყლების სასწაულებრივი გადაკვეთის შემდეგ ხალხმა საბოლოოდ იპოვა თავისუფლება. როდესაც კაცები ღმერთს ადიდებდნენ, მირიამმა აიღო დაირა და ქალებს სიხარულის გზაზე მიუძღოდა. მისი მოკლე და ძლიერი სიმღერა მოგვიწოდებდა, რომ ევედრებინათ უფალი, რომელიც ტრიუმფალურად განდიდდა მჩაგვრელებზე მისი გამარჯვებით. ის გვასწავლის, რომ ღვთისგან ხსნის სიხარული უნდა გამოიხატოს შემოქმედებითობაში, ცეკვასა და ერთიანობაში, რაც ხალხის გულებს საერთო დღესასწაულში აერთიანებს. თუმცა მირიამის ცხოვრება განსაცდელებისა და ადამიანური სისუსტეების გარეშე არ ყოფილა. წმინდა წერილი გულწრფელად მოგვითხრობს მისი წუწუნისა და სულიერი ბრძოლის მომენტებს, რაც გვახსენებს, რომ დიდ ლიდერებსაც კი სჭირდებათ თავმდაბლობა. მისი მოგზაურობა გვასწავლის, რომ წინასწარმეტყველებისა და ლიდერობის ნიჭი, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობაა ღმერთისა და ხალხის წინაშე. დროებითი წარუმატებლობის მიუხედავად, ის კვლავ მთავარი ფიგურა იყო, რომელიც ხალხს აღთქმულ მიწაზე მიჰყავდა. მირიამის ისტორია აჩვენებს, რომ ქალები მოწოდებულნი არიან იყვნენ არა მხოლოდ ისტორიის მოწმეები, არამედ აქტიური მონაწილეებიც, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ჩუმად დაიცვან სუსტები, ასევე წარმართონ ხალხის სიხარული დიდი გამარჯვების საათში. დებორა ძველი აღთქმის ერთადერთი ქალი მსაჯული და წინასწარმეტყველია. ის იყო ისრაელის სულიერი და სამხედრო ლიდერი, რომელიც ერს გამარჯვებამდე მიჰყავდა. დებორას ისტორია ავლენს განსაკუთრებული სიბრძნისა და ავტორიტეტის მქონე ქალს, რომელსაც მთელი აღიარებდა მისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდში. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ისრაელის მსაჯულის თანამდებობას იკავებდა და მისი მსახურება ეფრემის მთებში, პალმის ხის ქვეშ მიმდინარეობდა, სადაც ხალხი რჩევისა და სამართლიანი განსჯისთვის მოდიოდა. დებორა უბრალოდ საქმეებს არ განიხილავდა, ის იყო წინასწარმეტყველი, რომელსაც შეეძლო ღვთის ხმის მოსმენა და ხსნის გზის დანახვა, სადაც ხვები მხოლოდ უიმედობას და უცხოელი დამპყრობლების ჩაგვრას ხედავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მამაკაცს ეშინოდა გენერალ სისერას ძლიერი არმიისა და მისი რკინისეტლების, დებორამ ურყევი რწმენა შეინარჩუნა. მას არ ეშინოდა გენერალ ბარაკის გამოძახებისა და მისთვის უფლის ბრძანების გადაცემის, ბრძოლაში ჩართვის შესახებ. მისი ლიდერობა იმდენად შთამაგონებელი იყო, რომ ბარაკმა უარი თქვა ბრძოლაში მისი თანდასწრების გარეშე წასვლაზე. დებორა დაეთანხმა და გააფრთხილა, რომ ამ ომში გამარჯვების პატივი ქალს ეკუთვნოდა. მისი ისტორია გვასწავლის, რომ ნამდვილი ლიდერობა არა ფიზიკურ ძალაზე, არამედ სულიერ სიცხადესა და საკუთარ ხალხთან რისკების გაზიარების სურვილზეა დაფუძნებული. კიშონის მდინარესთან გამარჯვება რწმენის ტრიუმფი იყო სამხედრო ძლიერებაზე. ცნობილ დებორას სიმღერაში, რომელიც ბიბლიური პოეზიის ერთ-ერთ უძველეს ნაწარმოებად ითვლება, ის ადიდებს ღმერთს და მათ, ვინც ნებაყოფლობით გამოეხმაურა თავისუფლების დაცვის მოწოდებას. დებორა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქალი იყოს როგორც ნაზი მენტორი, ასევე გადამწყვეტი ლიდერი, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ტომებს საერთო მიზნის გარშემო. მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ღმერთი დიდი საქმეებისკენ მოუწოდებს მათ, ვინც მზად არის მოусმინოს და იმოქმედოს სოციალური სტერეოტიპების ან დაბრკოლებების აშკარა სიძლიერის მიუხედავად. მისი გამბედაობის წყალობით, მიწა 40 წლის განმავლობაში მშვიდად დარჩა და დებორას სახელი სამუდამოდ გახდა ხალხის სულიერი დედის სიმბოლო. ესთერი ებრაელი გოგონა იყო, რომელიც სპარსეთის დედოფალი გახდა. სიცოცხლის რისკის ფასად, მან თავისი ხალხი განადგურებისგან იხსნა. ესთერის ისტორია თავმდაბალი ობლის გარდაქმნის შემაძრწუნებელი ისტორიაა თავისი ხალხის გადამრჩენელ მხსნელად.
როგორც ებრაელი გოგონა, რომელიც სპარსეთის იმპერიაში ცხოვრობდა თავისი ნათესავის მორდექაის მეურვეობის ქვეშ, ის მოულოდნელად აღმოჩნდა პოლიტიკური ინტრიგებისა და სამეფო სასახლის ფუფუნების ცენტრში. დედოფლად გახდომის შემდეგ ესთერი თავდაპირველად მალავდა თავის წარმომავლობას, მაგრამ გარემოებებმა მალევე დააყენა იგი მისი ცხოვრების ყველაზე რთული არჩევანის წინაშე. დიდგვაროვანი ჰამანის ბოროტი შეთქმულება იმპერიაში ყველა ებრაელის სრულ განადგურებას ემუქრებოდა და ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო მეფეზე გავლენის მოხდენა. ესთერის გამბედაობა გამოვლინდა იმ მომენტში, როდესაც მან გააცნობიერა, რომ მისი მაღალი თანამდებობა პირადი სიმშვიდის პრივილეგია კი არა, დიდი პასუხისმგებლობა იყო. იმ დროს მეფის წინაშე დაუპატიჟებლად შესვლა გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა, თუ მეფე თავის ოქროს კვერთხს არ გაიცვლიდა. შიშის წინაშე მდგომმა ესთერმა მიიღო გადაწყვეტილება და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: თუ დავიღუპები, დავიღუპები. მან თავის ხალხს მარხვისა და ლოცვისკენ მოუწოდა, ემზადებოდა საქმისთვის, რომელზეც ათასობით სიცოცხლე იყო დამოკიდებული. მისი ისტორია გვასწავლის, რომ ნამდვილი სიდიადე სიმართლისა და სუსტების დასაცავად საკუთარი თავის გაწირვის მზადყოფნაშია. ის არა მხოლოდ გაბედულად, არამედ გონივრულადაც მოქმედებდა, გამოიყენა თავისი გამჭრია ხობა, რათა ყველაზე ხელსაყრელ მომენტში გამოეაშკარავებინა ჰამანის ღალატი. საბოლოოდ მეფემ შეისმინა მისი ვედრება, ხალხი გადარჩა და ამ გამარჯვების დღე პურიმის დღედ იქცა. ესთერის ისტორია გვახსენებს, რომ თითოეული ადამიანი გარკვეულ ვითარებაში აღმოჩნდება გარკვეული მიზეზის გამო. მორდექაის ცნობილი კითხვა: განა ასეთი დროისთვის არასულ ხარ ტახტზე? საუკუნეების განმავლობაში ეხმიანება თითოეულ ჩვენგანს. ესთერის ცხოვრება აჩვენებს, რომ ღმერთს შეუძლია გამოიყენოს ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენა და გამბედაობა, რათა შეცვალოს მთელი ერების ბედი, მაშინაც კი, როდესაც ბოროტების ძალები დაუძლეველი ჩანს. ჯუდითი იყო ქალი, რომელმაც ეშმაკობითა და გამბედაობით მოკვეთა თავი მტრის გენერალ ოლოფერნეს და გადაარჩინა თავისი ქალაქი. ჯუდითის ისტორია წარმოუდგენელი სიმტკიცისა და თავგანწირვის ისტორიაა, ქალის, რომელმაც გადაწყვიტა გმირული საქციელის ჩადენა, როდესაც მისი ქალაქის კაცები მზად იყვნენ დანებებისთვის. ის ცხოვრობდა ბეთულიაში, რომელსაც ალყაში აჰყავდა უზარმაზარი ასურული არმია, რომელსაც საშინელი ოლოფერნესი მეთაურობდა. ქალაქი წყურვილისა და შიშისგან იტანჯებოდა და უხუცესებს უკვე დანიშნული ჰქონდათ დანებებისთვის ვადა, თუ დახმარება მომდევნო რამდენიმე დღეში არ მოვიდოდა. ამ სასოწარკვეთილ ატმოსფეროში ჯუდითი, ახალგაზრდა ქვრივი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ღვთისმოსაობითა და სილამაზით, მიხვდა, რომ ღმერთი მოუწოდებდა მას მოქმედებისკენ, რაც მოითხოვდა არა მხოლოდ რწმენას, არამედ უდიდეს სიმშვიდებსაც. ის არ დაელოდა სასწაულს პირიქით, ის გახდა ინსტრუმენტი უფლის ხელში. გლოვის სამოსი მიატოვა, ჯუდითმა საუკეთესო სამოსი ჩაიცვა და მტრის ბანაკისკენ გაემართა, მხოლოდ ლოცვითა და ეშმაკობით შეიარაღებული. მისმა სილამაზემ და ბრძნულმა სიტყვებმა ოლოფერნეს კარავში შესვლა მოუტანა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის მეთაურს თავის ერთგულებაში არწმუნებდა და ელოდა მომენტს, როდესაც მისი სიფხიზლე ღვინითა და თავდაჯერებულობით დაწყნარდებოდა. გადამწყვეტ ღამეს, მარტო ნასვა მტერთან ჯუდითმა მიაღწია იმას, რაც ჯარისკაცებმა ვერ გაბედეს. მან თავი მოკვეთა ოლოფერნეს საკუთარი ხმლით, რითაც მტრის არმიას წაართვა ლიდერი და გამარჯვების ნება. ჯუდითის ქმედებები გვასწავლის, რომ ნამდვილი სიმამაცე ხშირად ღრმარწმენიდან და საკუთარი ხალხის სიყვარულიდან იბადება. მან აჩვენა, რომ ერთ ადამიანსაც კი იარაღისა და არმიის გარეშე შეუძლია ძლიერი ძალის განადგურება, თუ მისი გული სავსეა მონდომებით. ნადავლით ქალაქში დაბრუნებისას, მან თანამოქალაქეებს ბრძოლისკენ მოუწოდა და დემორალიზებული ასურელები გაიქცნენ. მისი ისტორია იმის შეხსენებაა, რომ ღმერთი სუსტებს ძალას აძლევს, როდესაც ისინი მზად არიან რისკზე წავიდნენ სხვების გადასარჩენად. ჯუდითი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ, როგორც გმირი, რომლის მონდომებამ და გონების სიცხადემ გარდაუვალი დამარცხება ბრწყინვალე გამარჯვებად აქცია და დაამტკიცა, რომ ხსნისთვის არაფერია შეუძლებელი, თუ რწმენით იმოქმედებ. რუთი მოაბელი იყო, უცხოელი, რომელმაც წარმოუდგენელი ერთგულება გამოავლინა თავისი დედამთილის, ნაომის მიმართ. ის მეფე დავითის დიდი ბებია გახდა. რუთის ისტორია საოცრად თბილი და ნათელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია უბრალო ადამიანურ ერთგულებასა და სიკეთეს გადალახოს ნებისმიერი ეროვნული და სოციალური ბარიერი. მოაბელი ის ისრაელიან ოჯახში გათხოვდა, მაგრამ მალევე დაკარგა ქმარი და ქვრივი დარჩა მისთვის უცხო კულტურაში. როდესაც მისმა დედამთილმა, ნაომიმ, რომელმაც დაკარგა როგორც ქმარი, ასევე ვაჟები, გადაწყვიტა მშობლიურ ბეთლემში დაბრუნება, მან მოუწოდა პატარძლებს, მიეტოვებინათ იგი, რათა მათ შეძლებოდათ ცხოვრების აღდგენა. მაგრამ სწორედ ამ მომენტში წარმოთქვა რუთმა სიტყვები, რომლებიც უპირობო სიყვარულის სიმბოლოდ იქცა, სადაც წახვალ, იქ წავალ შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი, ჩემი ღმერთი.
ეს არჩევანი იყო შეგნებული ნაბიჯი უცნობისა და სიღარიბისკენ. ბეთლემში ჩასვლისას რუთმა არ ეძებდა შეცოდებას, არამედ თავმდაბლად მიდიოდა მინდვრებში სამუშაოდ, მტკის შემდეგ აგროვებდა მოსავალს, რათა უზრუნველყო საკუთარი თავისა და მოხუცი ნაომის რჩენა. მისი გულმოდგინება და თვინიერება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბოაზი, გარდაცვლილი ქმრის კეთილშობილი ნათესავი, ამ უცნობში იშვიათ სულიერ კეთილშობილებას ხედავდა. მათი შეხვედრის ისტორია გვასწავლის, რომ ღმერთი ხედავს ყველა კეთილგანზრახვას და სიყვარულის ყველა გულწრფელ გამოხატულებას. ბოაზის წყალობით და რუთის ერთგულებით, ოჯახი, რომელიც ერთი შეხედვით გადაშენებისთვის იყო განწირული, აღდგა. რუთის ცხოვრება აჩვენებს, რომ ღმერთისთვის უცხოები არ არსებობენ, მისი მადლი ღიაა ყველასთვის, ვინც ჭეშმარიტებისა და წყალობის გზას ირჩევს. ეს თავმდაბალი ქალი, რომელიც დიდებას არ ეძებდა, საბოლოოდ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გენეალოგიას დაემატა. ის დიდი მეფე დავითის დიდი ბებია გახდა და იესო ქრისტეს გენეალოგიაში მოხსენიებული მცირერიცხოვან ქალებს შორისაა. მისი ბედი ცოცხალი დასტურია იმისა, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური ერთგულება, მოყვასე ზრუნვა და ღვთისგანგებულებისადმინდობა შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება დიდი ღვთაებრივი გეგმის ნაწილად აქციოს, რომლის ნაყოფიც მომავალ თაობებს გამოკვებავს. აბიგაილი ჭკვიანი და ლამაზი ქალი იყო, რომელმაც დავითის წინაშე დიპლომატიისა და თავმდაბლობის გამოვლენით სისხლისღვრა თავიდან აიცილა. მოგვიანებით ის მისი ცოლი გახდა. აბიგაილის ისტორია იმის შესახებაა, თუ როგორ შეუძლია ერთ ბრძენ ქალს ძალადობის ტალღის შეჩერება და ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ სიტყვების ძალისა და თავმდაბლობის სიღრმის გამოყენებით. იგი დაქორწინებული იყო ნაბალზე, უკიდურესად უხეშ და უგუნურ კაცზე, რომლის სახელით სიტყვასიტყვით სულელს ნიშნავდა. როდესაც ისრაელის მომავალმა მეფემ დავითმა ნაბალს საკვების თხოვა მადლიერების ნიშნად მისი კაცებისთვის, რომლებიც მის ფარას იცავდნენ, მან თავხედური უარით უპასუხა. განრისხებულმა, უსამართლობის გრძნობით აღძრულმა, დავითმა იარაღი აიღო და დაიფიცა, რომ დილით ნაბალის სახლში არც ერთ ცოცხალ არსებას არ დატოვებდა. ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც მის სახლს გარდაუვალი განადგურება ემუქრებოდა, აბიგაილმა განსაკუთრებული სიმტკიცე გამოავლინა. ის არ პანიკაში ჩავარდა და არც ქმრის გამართლებას სცადა, არამედ დავითს მდიდრული საჩუქრებით შეხვდა. მისი დიპლომატია უნაკლო იყო. ის მის ფეხებთან დაეცა და მომხდარში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო. აბიგაილი არა დავითის ძალას, არამედ მის სინდისსა და მომავალ მოწოდებას მიმართავდა. მან შეახსენა მას, რომ ის ღვთისმსხებული იყო და როდესაც მეფე გახდებოდა, გული არ უნდა სტკიოდა უშედეგოდ სისხლისღვრის ფიქრით. ამ სიტყვებით მან არა მხოლოდ იხსნა თავისი საყვარელი ადამიანები, არამედ თავად დავითი დაიცვა საბედისწერო შეცდომისგან, რომელსაც შეეძლო სამუდამოდ შეერყა მისი, როგორც სამართლიანი მმართველის რეპუტაცია. მისი სიბრძნითა და გამჭრიახობით გაოცებულმა დავითი მაკურთხა იგი და მადლობა გადაუხადა ღმერთს აბიგაილის მასთან შესახვედრად გამოგზავნისთვის. მალევე გარდაიცვალა ნაბალი და დავითი, ამ ქალის სულის სილამაზისა და კეთილშობილების დაფასებით, ის ცოლად შეირთო. აბიგაილის ისტორია გვასწავლის, რომ ნამდვილი ძალა ხშირად თვინიერებასა და სწორი რამის სწორ დროს თქმის უნარშია. ეს აჩვენებს, რომ სიბრძნე არა მხოლოდ თეორიული ცოდნაა, არამედ კრიზისში მოქმედების უნარიც, რისხვის ცეცხლის ჩაქრობა წყალობითა და წინდახედულებით. აბიგაილი რჩება შთამაგონებელ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეუძლია გამჭრიახობასა და თავმდაბლობას შეცვალოს მოვლენების შედეგი, სადაც ყველაზე ბასრი იარაღიც კი ვერ ხერხდება. ზარაფთელი ქვრივი უკიდურესი რწმენას ავლენს წინასწარმეტყველ ელიასთვის შიმშილობის დროს უკანასკნელი ვახშნის მიცემით, რისთვისაც იგი კურთხეულია. ზარაფთელი ქვრივის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი მოწმობაა იმისა, თუ როგორ გამოცდავდება ღმერთისადმინდობა უკიდურესი გაჭირვებისა და სრული ადამიანური უმწეობის დროს. ის წარმართულ ქალაქში ცხოვრობდა საშინელი შიმშილობის დროს, როდესაც მიწა მზისგან იყო გამომშრალი და იმედი საკვების მარაგზე სწრაფად ქრებოდა. ამ ქალის ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, მას მხოლოდ მუჭა ფქვილი და ცოტა ზეთი ჰქონდა დარჩენილი, საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი თავისა და შვილისთვის ბოლო პური გამოეცხო. ის უკვე შეეგუა გარდაუვალს და გავიდა შეშის შესაგროვებლად, რათა მოემზადებინა ეს უკანასკნელი ვახშამი და უბრალოდ დალოდებოდა დასასრულს. სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა მის ცხოვრებაში წინასწარმეტყველი ელია, რომელიც შეუძლებელს სთხოვდა ჯერ თავად გამოეკვება და მხოლოდ შემდეგ თავად და შვილი. ადამიანური თვალსაზრისით, ეს თხოვნა შეიძლება სასტიკად და აბსურდულად მოგეჩვენოთ. თუმცა ქვრივმა წინასწარმეტყველის სიტყვებში გაიგო არა მხოლოდ მოთხოვნა, არამედ უფლის დაპირება, რომ ფქვილი და ზეთი არ გამოელეოდა წვიმის დაწყებამდე. მისი ქმედება რწმენის უმაღლესი აქტი იყო, მან უარი თქვა იმაზე, რაც მასსა და სიკვდილს შორის იდგა და უცხო ადამიანის სიტყვას ენდო.
მან შიშს რწმენა აირჩია და ამ არჩევანმა მისი რეალობა შეცვალა. მის სახლში მომხდარი სასწაული მშვიდი და ყოველდღიური იყო. ყოველ დღე ის ფქვილის კასრსა და ზეთის დოკში იყურებოდა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად საკმარის პოულობდა. ზარაფთელი ქვრივის ისტორია გვასწავლის, რომ ღმერთი ყოველთვის არ გვიხსნის კრიზისიდან მყისიერად, მაგრამ ის გვაძლევს ძალასა და რესურსებს, რომ დღითი დღე გავუძლოთ მას. მისი მსხვერპლი გვახსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც თითქმის არაფერი გვაქვს დარჩენილი, მაინც შეგვიძლია ვიყოთ კურთხევის წყარო სხვებისთვის. ეს ქალი, რომლის სახელიც კი არ ვიცით, სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ იწყება ნამდვილი ნდობა იქ, სადაც ჩვენივე მარაგი მთავრდება და რომ ჩუქებლის ხელი არასდროს დაცარიელდება, თუ მის უკან რწმენა ამოუწურავი წყაროს მიმართ. მარიამ მაგდალინელი იესოს მოწაფე იყო, რომლისგანაც იესომ 7 დემონი განდევნა. ის მასთან დარჩა ბოლომდე, იმყოფებოდა ჯვარცმაზე, იყო პირველი, ვინც იხილა აღმდგარი ქრისტე და გახდა მოციქულთა მოციქული, რომელმაც მათ აღდგომის ამბავი მოუტანა. მარიამ მაგდალინელის ისტორია, უპირველეს ყოვლისა, წარმოუდგენელი ტრანსფორმაციისა და უშიშარი ერთგულების ისტორიაა. იესოსთან შეხვედრამდე მისი ცხოვრება სიბნელეში იყო ჩაფლული, წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მან მისგან 7 დემონი განდევნა. ეს რიცხვი სულიერი და ემოციური ტანჯვის უკიდურეს ხარისხს აღნიშნავს, რომლისგანაც იგი მისმა თანაგრძნობა მიხსნა. გათავისუფლებული და განკურნებული მარიამი არა მხოლოდ ქრისტეს მიმდევარი გახდა, არამედ მთლიანად მიუძღვნა თავი მას. მისი მადლიერება გადაიზარდა ერთგულებაში, რომელმაც გაუძლო უმძიმეს განსაცდელებს, როდესაც ბევრმა სხვამ დამალვა აირჩია. ის იესოს გვერდით იყო მისი მიწიერი დიდების მომენტებში, მაგრამ რაც მთავარია, მასთან დარჩა მისი ღრმა დამცირების საათებში. როდესაც მოწაფეები შიშით გაიქცნენ, მარიამ მაგდალინელი გოლგოთაზე ჯვართან იდგა და ბოლომდე იზიარებდა თავისი მასწავლებლის ტკივილს. მისი რწმენა არ იყო მოგების საკითხი ან მიწიერი სამეფოს მოლოდინი, ეს იყო სუფთა სიყვარული, რომელიც არ შეწყვეტილა მისი ცხედრის საფლავში დაკრძალვის შემდეგაც კი. სწორედ ამ სიყვარულმა მიიყვანა იგი საფლავთან დილით ადრე, ჯერ კიდევ ბნელოდა, რათა შეესრულებინა ცხების უკანასკნელი რიტუალი. ამ ერთგულების ჯილდო კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მოვლენად იქცა, მარიამი იყო პირველი, ვინც იხილა აღმდგარი ქრისტე. როგორც კი მან სახელით მიმართა, მისი მწუხარება მყისიერად გადაიქცა ენით აუწერელ სიხარულში. მან მიიღო უნიკალური დავალება წასულიყო და ძმებისთვის ეთქვა, რომ ის ცოცხალი იყო. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ხშირად მოციქულთა მოციქულს. მარიამ მაგდალინელის ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენი წარსული არ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ის გვახსენებს, რომ მათ, ვისაც ბევრი რამე პატიებათ, შეუძლიათ ყველაზე ღრმა სიყვარული. მისი ცხოვრება იმის დასტურია, რომ რწმენა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ აღდგომის ნათელი იქ, სადაც სხვები მხოლოდ სიბნელეს და დამარცხებას ხედავენ. მარიამი, იესოს დედა, ქრისტიანობის ცენტრალური ფიგურაა. მისმა თანხმობამ აჰა, უფლის მხევალი. იყოს ჩემი სიტყვის ამებშენი, შესაძლებელი გახადა ღმერთის განსახიერება. მარიამის, იესოს დედის ისტორია უმაღლესი ნდობის ისტორიაა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კაცობრიობის ისტორიის მიმდინარეობა. მისი მოგზაურობა დაიწყო ნაზარეთის წყნარ ქალაქში, როდესაც ახალგაზრდა გოგონა წააწყდა ცნობას, რომელიც ადამიანურ გაგებას სცილდებოდა. მთავარანგელოზის სიტყვების მოსმენისას მაცხოვრის დაბადების შესახებ, მარიამი არ დანებებულა შიშსა და ეჭვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწოდება მას არა მხოლოდ კურთხევას, არამედ მძიმე განსაცდელებსაც მოუტანდა. მისი პასუხი აჰა, უფლის მხევალი. იყოს ჩემი სიტყვის ამებშენი, გახდა ღვთის გეგმისადმი ადამიანის ნებაყოფლობითი თანხმობის უდიდესი მაგალითი. ეს თავმდაბალი პასუხი მალავდა უზარმაზარ შინაგან ძალას და მზადყოფნას, მიეღო ყველაფერი, რაც ზემოდან იყო მომზადებული. მარიამის ცხოვრება გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი სიდიადე ხშირად სიმარტივისა და ჩუმი მსახურების ფორმას იღებს. ის დიდებას არ ეძებდა, არამედ გულში აკავებდა ყველა თავის სიტყვას, ფრთხილად იცავდა ღვთაებრივი ყოფნის საიდუმლოს თავის ცხოვრებაში. დედამ მთელი გზა თავის ძესთან ერთად გაიარა ბეთლემის ბაგაში სიღარიბიდან ეგვიპტეში გაქცევის გაჭირვებამდე და ნაზარეთის ყოველდღიურ საზრუნავამდე. თუმცა მისი ყველაზე მძიმე განსაცდელი გოლგოთა იყო. ჯვართან დგომისას მარიამმა მსოფლიოს გაუმხილა დედობრივი ტკივილის ხატი, რომელიც მის სულს ურტყამდა, როგორც ეს ტაძარში იყო ნაწინასწარმეტყველები. მისი სიმტკიცე იმ საათში აჩვენებს, რომ რწმენა არ ამსუბუქებს ტანჯვას, არამედ აძლევს ძალას, რომ ღირსეულად გაუძლოს მას. მარიამი ჩვენთვის რჩება თავმდაბლობის სიმბოლოდ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სისუსტესთან. ეს არის ძლიერი სულის თავმდაბლობა, იმის ცოდნა, რომ ღმერთი ერთგულია თავისი აღთქმებისადმი ყველაზე ბნელ დროსაც კი. მისი როლი ხსნის ისტორიაში გვახსენებს, რომ ღმერთი ეძებს სუფთა და ღია გულს, მზად იყოს გახდეს მისი ყოფნის სახლი.
მარიამის ცხოვრება გვასწავლის, რომ ვენდოთ ღმერთს არა მხოლოდ სასწაულების მომენტებში, არამედ ღრმა დუმილისა და მწუხარების მომენტებშიც. ის გახდა დედა არა მხოლოდ იესოსთვის, არამედ სულიერი წინამძღოლი მილიონობით ადამიანისთვის, განასახიერა უსაზღრო სიყვარული, მოთმინება და ურყევი იმედი, რომ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეზე. ელისაბედი იოანე ნათლისმცემლის დედა და მარიამის ნათესავი იყო. მისი გვიანი ორსულობა ღვთისძალის ნიშანი იყო და მისი წინასწარმეტყველური მისალმება მარიამისადმი ცნობილი ლოცვის დიდება მარიამს საფუძველს წარმოადგენს. ელისაბედის ისტორია მშვიდი სიწმინდისა და იმის შესახებაა, თუ როგორ აჯილდოებს ღმერთი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოთმინებას. როგორც მღვდელ ზაქარიას ცოლი, ის მართალი და უმციკლო ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მის სახლს მწუხარების ჩრდილი ეკიდა და ისინი უშვილოები იყვნენ. იმ დროს სიბერეში უნაყოფობა საბოლოო განაჩენს ჰგავდა, ნიშნად იმისა, რომ იმედი სამუდამოდ გაქრა. თუმცა ელისაბედის გული არ გაქვავებულა. მისი ისტორია გვასწავლის, რომ ღმერთი ისმენს ლოცვებს მაშინაც კი, როდესაც ჩვენ თვითონ აღარ ველოდებით პასუხს და რომ მისი დუმილი არ არის უარი, არამედ მზადება უფრო დიდისთვის. როდესაც სიბერეში ელისაბედმა საბოლოოდ დაორსულდა ვაჟი, მან ეს არა სიამაყით, არამედ ღრმა პატივისცემით მიიღო, გარკვეული დროით დუმდა, რათა გაეგო მომხდარი სასწაული. მისი რწმენის ნამდვილი ტრიუმფი მაშინ მოხდა, როდესაც ის შეხვდა თავის ახალგაზრდა ნათესავს, მარიამს. როგორც კი მარიამის სახლში შევიდა, სულიწმიდით ავხსილი ელისაბედი პირველი იყო, ვინც ახალგაზრდა გოგონა ღვთისმშობლად იცნო. მისი წინასწარმეტყველური შეძახილი კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი შენი მუცლისა. ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მისალმებად იქცა, რაც დიდი ლოცვების საფუძველს წარმოადგენდა. ამ მომენტში ელისაბედმა სხვისთვის გულწრფელი სიხარულის მაგალითი მისცა, შურის ყოველგვარი კვალის გარეშე, არამედ მხოლოდ ღვთისწმინდა ქებით. ელისაბედის ცხოვრება სულიერი მგრძნობელობის ძალას აჩვენებს. მან ღვთისყოფნა ნათესავის ჩვეულებრივ ვიზიტში შენიშნა და გზა გაუხსნა თავის ვაჟს, იოანე ნათლისმცემელს, რომლის დაბადებამ ახალი ეპოქა გამოაცხადა. მისი მაგალითი გვასწავლის, რომ ვენდოთ ღვთის დროს და ერთგულები ვიყოთ ცვრილმანებში, მაშინაც კი, როცა როგორც ჩანს, ცხოვრება გადის. ელისაბედის ისტორია გვახსენებს, რომ ღმერთს შეუძლია სიბერე ახალდასაწყისად აქციოს, ხოლო ხანგრძლივი ლოდინი უდიდეს კურთხევად, რომელიც მრავალი ადამიანის ხსნას ემსახურება. ის ხსოვნას ეძღვნება როგორც ქალი, რომლის თავმდაბლობამ და რწმენამ საშუალება მისცა, დედამიწაზე ღვთაებრივი განკაცების პირველი ნაბიჯების მოწმე და მონაწილეობის მიმღები ყოფილიყო. მართა და მარიამი ლაზარეს დები და იესოს ახლო მეგობრები არიან. მართა სიმბოლურად გამოხატავს აქტიურ მსახურებას, ხოლო მარიამი მოძღვრის სიტყვებისად მიჭვრეტას. მართასა და ბეთანიელი მარიამის ისტორია ღვთისადმი სიყვარულის ორ ასპექტს ავლენს, რომლებიც ხშირად ერთი შეხედვით საპირისპიროა, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთს ავსებენ. მათი სახლი იშვიათი ადგილი იყო, სადაც იესოს შეეძლო სიმშვიდისა და ნამდვილი მეგობრობის პოვნა. მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს დების განსხვავებული ტემპერამენტი აშკარა გახდა. მართას სტუმართმოყვარე დიასახლისი მთლიანად სახლის საქმეებში იყო ჩაფლული და ცდილობდა, ყველაფერი უნაკლოდ შეესრულებინა ძვირფასი სტუმრისთვის. ამასობაში მარიამმა სხვა მიდგომა აირჩია, ის იესოს ფეხებთან იჯდა, ერთი სიტყვის გამოტოვების ეშინოდა და მოსმენაში იყო ჩაფლული. ეს ამბავი ხშირად კონფლიქტად აღიქმება, რადგან მართამ, თავისი საქმეებით დაღლილმა, მოძღვარს სთხოვა დახმარებისთვის დას გამოეძახებინა. თუმცა იესოს პასუხი იყო, მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე ღელავ და წუხ ხარ, მაგრამ ერთი რამ არის საჭირო, მაგრამ მარიამმა კეთილი წილი აირჩია, ეს არ იყო შრომის დაგმობა. ეს იყო ნაზი შეხსენება იმისა, რომ გარეგნულ აურზაურსა და მსახურების სურვილში ხშირად ვკარგავთ შემოქმედთან ზიარების არსს. მართა გვასწავლის აქტიურ სიყვარულს, პასუხისმგებლობას და ზრუნვას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ნუგეში და წესრიგი. მაგრამ მარიამი გვახსენებს ჭვრეტის მნიშვნელობას, რომ ღვთისთან დასწრებით ზოგჯერ უბრალოდ უნდა გავჩერდეთ და გავჩუმდეთ, რათა ჩვენი სულები მისი ჭეშმარიტებით გამოვკვებოთ. ბეთანიაში დების ცხოვრება აჩვენებს, რომ რწმენა გამოიხატება როგორც საქმეებში, ასევე ლოცვით ყურადღებით. მოგვიანებით, როდესაც მათი ძმა ლაზარე გარდაიცვალა, სწორედ მართამ გაიქცა პირველი იესოს შესახვედრად, გამოავლინა მტკიცე რწმენა აღდგომის მიმართ და მარიამმა თავისი ღრმა მწუხარება და ძვირფასი ნელსაცხებელი მის ფეხებთან დადო. ისინი გვასწავლიან, რომ თითოეული ადამიანი ღვთისკენ საკუთარი გზით მიდის, ზოგი რთული ხელებით, ზოგი კი მგრძნობიარე გულით. ამ ქალების ისტორია გვახსენებს, რომ ნებისმიერ მსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირადი სიახლოვე მასწავლებელთან. იდეალურ შემთხვევაში თითოეული გული უნდა იყოს როგორც შრომის მოყვარე მართას, ასევე ყურადღებიანი მარიამი, რათა ჩვენი ქმედებები ყოველთვის ღვთაებრივი ყოფნის დუმილით იკვებებოდეს.
ალაბასტრის ჩურთლით ხელში ქალმა იესო ძვირფასი ნელსაცხებელის ცხო, რასაც მან დაკრძალვისთვის მზადება უწოდა და ბრძანა, რომ მთელ მსოფლიოში ხსოვნა მოეხდინათ. ალაბასტრის ჩურთლით ხელში ქალის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასტურია იმ იდეისა, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს არ აქვს საზომი, გათვლა და საზოგადოებრივი დაგმობის შიში. ეს მოვლენა მოხდა სიმონ კეთრონის სახლში, იესოს ვნებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე. ტრაპეზის შუაგულში ქალი შევიდა, ხელში ეჭირა ძალიან ძვირადღირებული ნელსაცხებელი, რომელიც სუფთა ნარდისგან იყო დამზადებული. უსიტყვოდ მან ჭურჭლის ვიწრო ყელი გატეხა და მთელი მისი ძვირფასი შიგთავსი მაცხოვრის თავზე დაასხა. ეს ჟესტი უკიდურეს თავგანწირვას გამოხატავდა, მან გასცა ალბათ მისი უდიდესი მიწიერი საგანძური არაფერი დაუტოვებია რეზერვში. მისმა ქმედებამ მაშინვე გამოიწვია დამსწრეების აღშფოთება. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს უგუნურად და ფუჭად ჩანდა მოწაფეები ცუცუნებდნენ, ითვლიდნენ იმ ღარიბ ადამიანებს, რომელთა გამოკვებაც ამზეთის ფასად შეეძლოთ. მაგრამ იესო მის დასაცავად გამოვიდა, ამ ქმედებაში კი არა ფუჭად ხარჯვას, არამედ ღრმა წინასწარმეტყველურ წინდახედულობას და სუფთა რწმენის მოქმედებას ხედავდა. მან თქვა, რომ ქალმა კეთილი საქმე გააკეთა მისთვის, არსებითად მოამზადა მისი სხეული დაკრძალვისთვის. იმ მომენტში ის ერთადერთი იყო, ვინც სიყვარულის ინტუიციით შეიცნო მისი ჯვარზე სიკვდილის მოახლოება და სურდა მისთვის ნუგეშისცემა და პატივის მიგება, სანამ ძალიან გვიან იქნებოდა. ეს ამბავი გვასწავლის, რომ ღმერთთან ურთიერთობაში გული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოგიკა, ხოლო სიყვარულის გულწრფელი იმპულსი უფრო ღირებულია, ვიდრე ფორმალური წესები. ქალს არაფერი მოუთხოვია საკუთარი თავისთვის, მას უბრალოდ სურდა მადლიერებისა და ერთგულების გამოხატვა. მისი მაგალითი გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე ღირებული, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის უბრალოდ იქ ვიყოთ და გავცეთ საუკეთესო, რაც გვაქვს სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. იესომ დახპირდა, რომ სადაც არ უნდა იქადაგონ სახარება, იქ მისი საქმის შესახებაც ისაუბრებენ. ეს დაპირება დღეს სრულდება, ქალის გამოსახულება ალაბასტრის ჩურთლით რჩება მსხვერპლშეწირული სიყვარულის სიმბოლოდ, რომელსაც ფასი არ აქვს, არამედ უბრალოდ მთლიანად ეძღვნება მას, ვინც უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო. პრისცილა თავის ქმართან აკვილასთან ერთად მისიონერი, მენტორი და სახლის ეკლესიის ლიდერი იყო. პრისცილას ისტორია ქალის, როგორც თანასწორი თანამგზავრის, ბრძენი მასწავლებლისა და პირველი ქრისტიანული თემების შემქმნელის, შთამაგონებელ პორტრეტს ავლენს. საქმეების წიგნსა და მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში მისი სახელი თითქმის ყოველთვის მისი ქმრის, აკვილას სახელის გვერდით არის ნახსენები და ეს ერთიანობა გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ გარდაქმნის საერთო რწმენა ქორწინებას საერთო მაღალ მსახურებად. პრისცილა ჩრდილში არ დარჩენილა პირიქით, ბევრ ტექსტში მისი სახელი პირველ ადგილზეა, რაც ხაზს უსვამს მის აქტიურ როლს და სულიერ ავტორიტეტს ადრეულ ეკლესიაში. ქმართან ერთად მან გადაიტანა რომიდან გადასახლება და კორინთოში დასახლდა, სადაც ისინი კარვების დამზადებით შოულობდნენ ფულს. სწორედ იქ შეხვდნენ მოციქულ პავლეს, რაც ღრმა მეგობრობასა და ხანგრძლივ თანამშრომლობაში გადაიზარდა. პრისცილა გვასწავლის, რომ სულიერი მსახურება განუყოფლად არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მისი სახლი ყოველთვის ღია იყო, ის ემსახურებოდა სახელოსნოს, მომლოცველთა თავშესაფარს და სახლის ეკლესიის შეკრების ადგილს. მან აჩვენა, რომ სამყაროს შესაცვლელად ამბიონზე დგომა არ არის საჭირო, საკმარისია თქვენი სახლის სიყვარულისა და ჭეშმარიტების სივრცე დააქციოთ. მისი რწმენის ცოდნის სიღრმე გამოვლინდა აპოლოსის, მჭევრმეტყველი მქადაგებლის ისტორიაში, რომელსაც, თუმცა ქრისტეს სრული სწავლება აკლდა. მისი საჯაროდ კრიტიკის ნაცვლად, პრისკილამ და აკვილამ მის სახლში მიიწვიეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა. ეს ქმედება მას მგრძნობიარე და ღრმა მენტორად წარმოაჩენს, რომელსაც შეუძლია ძლიერი ლიდერების მენტორობაც კი. პრისკილას ცხოვრება გვახსენებს, რომ ეკლესიაში ყველა ადამიანი მოწოდებულია იყოს მისიონერი საკუთარი უფლებით. მან მხარი დაუჭირა პავლეს, სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო მისთვის და მრავალი კრების დედა გახდა, რითაც დაამტკიცა, რომ ქალური სიბრძნე, სტუმართმოყვარეობა და ერთგულება არის საფუძველი, რომელზეც რწმენის შენობა ყველაზე რთულ დროს აშენდება.
ლიდია წარმატებული ბიზნესმენი ქალი იყო, რომელიც იისფერს კიდდა. ის ევროპაში პირველი მოქცეული გახდა და ფილიპეში საშინაო ეკლესია დააარსა. ლიდიას ისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ შეიძლება ბიზნეს ჭკუა და პროფესიული წარმატება ჰარმონიულად ერწყმოდეს ღია გულსა და სულიერ ძიებას. ის წარმატებული ქალი იყო თიატირას ქალაქიდან, ბიზნესმენი ქალი, რომელიც იისფერს კიდდა ძვირფას ქსოვილს, რომლის შეძენაც იმ დროს მხოლოდ უმდიდრეს და გავლენიან ადამიანებს შეეძლოთ. ლიდია ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი იყო, მაგრამ სოციალური სტატუსის მიუხედავად, მას შინაგანი წყურვილი ჰქონდა ჭეშმარიტების მიმართ, რომელსაც ვერც სიმდიდრე და ვერც წარმატება ვერ ჩაახშობდა. მისი შეხვედრა მოციქულ პავლესთან არა ტაძარში, არამედ ფილიპეში, მდინარის ნაპირზე მოხდა, სადაც ქალების ჯგუფი ლოცვისთვის იკრიბებოდა. ეს იყო მომენტი, როდესაც შეეხო დედამიწას. წმინდა წერილი ამბობს, რომ უფალმა გაუხსნა გული, რათა მოესმინა პავლეს ნათქვამი. ლიდია ევროპაში პირველი ქრისტიანი გახდა და მისი მოქცევა მხოლოდ ფორმალური ჟესტი არ იყო. მან მაშინვე გამოავლინა იგივე გადამწყვეტობა, რაც მას თავის საქმეში ეხმარებოდა. მოციქულები თავის სახლში მიიწვია სიტყვებით, თუ უფლის ერთგულად მიმაჩნიეთ, შემოდით ჩემს სახლში და დარჩით ჩემთან. ეს მოწვევა მხოლოდ თავაზიანობაზე მეც გამოხატავდა, ის გამოხატავდა მზადყოფნას, ქადაგებლებთან გაეზიარებინათ მათი სახიფათო მსახურების ყველა რისკი. ლიდიას სახლი ფილიპეში გახდა პირველი ევროპული სახლის ეკლესია, მშვიდობისა და მხარდაჭერის კუნძული ახალგაზრდა კრებისთვის. მისი ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი რწმენა გარდაქმნის ყველაფერს, რაც ადამიანს აქვს, მათ სახლს, რესურსებსა და ნიჭს. ლიდიამ მსახურის ლიდერობის მაგალითი მოგცა, თავისი პოზიციისა და სიმდიდრის გამოყენებით ქრისტიანობის საფუძველი ჩაუყარა მთელ კონტინენტზე. ის გვახსენებს, რომ ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს ცხოვრების ყველა სფეროდან და რომ ბიზნესის წარმატება არ არის დაბრკოლება სიწმინდისთვის, არამედ ძლიერი იარაღია, როდესაც ის ღია და დიდსულოვანი გულის მქონე ადამიანის ხელშია. იუნია, რომელსაც პავლე მოციქულთა შორის ცნობილს უწოდებს, რაც მის მაღალ სტატუსსა და მსახურებაზე მიუთითებს ადრეულ ეკლესიაში. იუნიას ისტორია ქალის ისტორიაა, რომლის სახელით საუკუნეების განმავლობაში დაფარული იყო, მაგრამ რომლის სულიერი ავტორიტეტი ადრეულ ეკლესიაში თავად მოციქული პავლესთვის უდავო იყო. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მას ანდრონიკესთან ერთად ახსენებს და მათ ნათესავებს და პატიმრებს უწოდებს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი აღწერა შემდეგ მოდის, ის მათ მოციქულთა შორის ცნობილს უწოდებს. ეს სიტყვები მიუთითებს, რომ იუნია უბრალოდ რწმენის მოწმე არ იყო, არამედ მისიონერულ საქმიანობაში გამორჩეულ პოზიციას იკავებდა, მოციქულებთან ერთად იზიარებდა პატიმრობის სირთულეებს და ქადაგების სიხარულს. მისი ცხოვრება გვასწავლის განსაცდელებში გამომცდელ შეუპოვრობასა და ერთგულებას. პავლეს თანაპატიმრობა უბრალოდ თანაგრძნობაზე მეც ნიშნავდა, არამედ ქრისტესთვის ტანჯვის რომაული იმპერიის სასიხარულო ცნობის გავრცელების თანმდევი ობლიგაციებისა და დევნის სატანის გულწრფელ მზადყოფნას. იუნია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პავლემდე სწამდა ქრისტესი, რაც მას ქრისტიანთა პირველი თაობის წარმომადგენლად აქცევდა, ცოცხალ ფესვებად, საიდანაც ეკლესიის ხე იზრდებოდა. მისი ავტორიტეტი არა ტიტულებს, არამედ ღმერთის ღრმა პირად გამოცდილებასა და უხევგამბედაობას ეფუძნებოდა. იუნიას ისტორია გვახსენებს, რომ ადრეულ ქრისტიანულ საზოგადოებაში სული და მოწოდება მიწიერ სტატუსზე მაღლა აფასებდნენ. საუკუნეების განმავლობაში კომენტატორები ცდილობდნენ მისი სახელის შესწორებას მამაკაცურ სახელზე, რადგან ვერ წარმოიდგენდნენ ქალს სამოციქულო რანგში. თუმცა უძველესი წმინდა მამები, როგორიცაა იოანე ოქროპირი, აღტაცებით წერდნენ, ოჰ, რა დიდი უნდა იყოს ამ ქალის სიბრძნე, რომ ის მოციქულის სახელის ღირსი იყო. იუნია ჩვენთვის რჩება სიმბოლოდ იმისა, რომ ღვთისადმი მსახურებას საზღვრები არ აქვს და რომ ცნობილებად სათასასუფეველში მიიღწევა მსხვერპლის, ტანჯვაში ერთგულების და ჭეშმარიტებისადმი მგზნებარე სიყვარულის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია მთელი ერების განმანათლებლობა.